განსაკუთრებული სიხარულით მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი შემდეგი სტუმარი. ეს გახლავთ ჩემი უახლოესი მეგობარი, ნიჭიერი მევიოლინე და ღირსეული კაცი, 9 წლის ირაკლი დემეტრაძე. ირაკლი, კეთილი იყოს შენი მომზადება ჩვენ შოუში. მოდი მე გავაცნობ შენ თავს და რო ვთქვი რომ ჩემი უახლოესი მეგობარიაო, მაყურებელმა ხო არის ეს ჩვენი ძმაკაცობა. ესე იგი, რა ჩვენ გაჩდი იქიდან მოყოლებული მე ხო გიცნობ, იმიტომ რომ შენი ოჯახი ჩემი მართლაც უძვირფასესი მეგობარია და აქვე ვეტყვი ჩვენს უძვირფას მაყურებელს რომ ჩემი ირაკლის ოჯახობა არის გამორჩეული ხალხი, წინვალე ქართველები და თანაც შესანიშნავი მუსიკოსების ოჯახიდან არის. მარიკა კაცარავა, მომღერალი და კინორეჟისორი არის მისი დედა და ირაკლი მისი ბაბუა გახლავთ ცნობილი მევიოლინე, ასევე ხმის რეჟისორი და სხვა შორის მათი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილია ჩვენი პროექტების მათ შორის ჩვენი შოუს წარმატებაში. ასე რომ შემთხვევითი არ არის შენი ასე ვთქვათ მუსიკალური ნიჭიერება, რომელიც მოგგავს. ამას კიდე მოუბრუნდებით, მაგრამ აქ შენ ჩვენი ახლობლობის და მეგობრობის ნიშნით არ ხარ მოსული. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენმა ირაკლიმ სულ ცოტა ხნის წინა ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია საერთაშორისო მასშტაბით, ვინაიდან ბუდაპეშტში გამართულ კლასიკური მუსიკის კონკურსზე გაიმარჯვა შემობატონო, რაც საკმაოდ იშვიათი ამბავი გახლავთ, მით უმეტეს ამასაკის მევიოლინეებში და ვილოცავ. შეგენაცვალე აი ამ პირველ წარმატებას. არც ეს არ არის შემთხვევითი, ირაკლი ვინაიდან შენ მე-6 თაობის მევიოლინე ხარ. ძვირფასო მეგობრებო, წარმოიდგინეთ, ის გახლავთ სამომავალი, ანუ მე-6 თაობაა, საქართველოში სავიოლინო სკოლის ფუძემდებლის, ცნობილი ჩვენი სასიქადულო ქართველი კომპოზიტორისა და მევიოლინის ანდრია ყარაშვილის. ასე რომ, ძალიან მიხარია, რომ ასე ღირსეულად აგრძელებ და პირველ ნაბიჯებს დგამ. თანაც ერთის უთხრათ, რომ შენ სულ პატარა იყავი, მაშინ თქვი, რომ მე კარგად ვისწავლი დაკვრას და გია გამომიყვანს ჩვენ შოუშიო და აბატონო დადგა ეს დრო დაიმსახურე და მან დაგიზახე. მოდი ვთქვათ ბუდაპეშტზე რა ხდებოდა კონკურსზე და რა გითხრეს ჟიურის წევრებმა. როგორ მიიღო მაყურებელმა შენი საფესტივალები მითხარი მოკლედ ბუდაპეშტთან დაკავშირებით. ძალიან მოეწონათ მაყურებლებს ჩემი დაკრული და მე უნებოდნენ რომ რა კარგად დაუკარი, ძალიან კარგად დაუკარიო და მეც ძალიან მომეწონა. შენ თქო მაყოფილი დარჩი ხო შენი შესრულებით? კი. და მოდი ახლა თავში ვთქვათ, ვინ არის შენი პედაგოგი? ჩემი პედაგოგი არის ზინა ჯაიანი. მიულოცო ჩემი პედაგოგს, მრავალი წარმატებები უსურვო. მეგონი, შენ ცხოვრებაში პირველი სიტყვა იყო დედა, მერე მამა და მერე ვიოლინო, ხო? პირდაპირ ჯერ ისა დედა იყო, ხო, ეგრე იყო. ვიოლინოს გარდა რა ინტერესები გაქვს, მოდი ესეც ვთქვათ მაყურებელს. ფეხბურთის თამაში მიყვარს და ცურვაც მიყვარს. ცურვა კარგად გამომდის. შენი საყვარელი მევიოლინე ვინ არის? ჩემი საყვარელი მევიოლინე არის იცაკ პერელმანი. პერელმანი. გემოვნება არ დაგეწუნება ამ მიმართულებითაც. ეხლა სანამ თხოვ აკომპანიატორს ქალბატონ ნინო ცერაძეს რომ შემოგბრძანდეს და აქვე ჩვენ შოუში ცოცხლად შეასრულოთ ერთი ნაწარმოები, მანამდე მინდა ერთი კითხო. შენი მიზნები რა არის შემოქმედებითი მიმართულებით? აი რა გეგმები აქვს? მე მინდა რომ გამოვიდე ძალიან დიდი მევიოლინე. მინდა რომ ძალიან კარგად დავუკრა და საქართველოს არა მთელ სოფლიოში გამოვიდე დიდი მევიოლინე და ყველა რომ იცოდეს. დარწმუნებული ვარ რომ ეს ყველაფერი გამოგივა. წარმატება მინდა გისურვა ამ გზაზე და მოდი ის ნაწარმოები შევთავაზოთ, რაც შენ ააჟღერე კონკურსზე. ეს არის იტალიელი კომპოზიტორის ალბერტო კურჩის ჩარდაში და ლოგიკურია რომ უნგრეთიდან გამომდინარე, სწორედ ჩარდაში ავაჟღეროთ დღეს ჩვენ შოუში.
დიდი მადლობა ირაკლის, წარმატება უსურვოთ მას, ისე როგორც ყველა ჩვენს თანამემამულეს საერთაშორისო ასპარეზზე.